მესამე დღეა მესტია სამთო სათხილამურო სპორტში საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპს მასპინძლობს. ტურნირში პროფესიონალი სპორტსმენები და სათხილამურო სპორტ სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ. ევროსტანდარტების ტრასაზე ისინი ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ. სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტურნირის მხარდამჭერები რუსთავი ორი და სილქნეტი არიან. გამარჯვებულები შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში გაემგზავრებიან შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად. მესტიაში მეორეჯერ ვატარებთ წელს კი არა საერთოდ რა რაც გაიხსნა ეს კურორტი შარშან ჩავატარეთ მარტში და წელს მეორე შემთხვევა როდესაც აქ ტარდება საქართველოს თასის ერთ-ერთი ეტაპი. არ იყო ადვილი ტრასა, იყო ცოტა რთული ტრასა. გავედი პირველზე, დიდებს აქვს ორი მაგრამ მე ერთის დამანდა უკვე პირველზე ვარ და ესეც პირველზეა ჯერჯერობით. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი მესტიაში ჩატარდა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მესტია უკვე შესაძლებელია მესტიაში შეჯიბრებების ჩატარება და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს თასის გათამაშების მხოლოდ ეტაპები კი არის, საერთაშორისო დონის გიგანტური სლალომისთვისაც კი აქ მსოფლიოში საუკეთესო ტრასებია.